დოჯის მისია გაგრძელდება. მისი ბევრი თანამშრომელი უკვე ჩვენი მთავრობის თანამშრომელია, განაცხადა ამერიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა მთავრობის ეფექტიანობა დეპარტამენტის დოჯი მომავალზე ილონ მასკის წასვლის შემდეგ. რაც შეეხება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს, ჩვენ ვიცით, რომ ილონ მასკი მიდის. გაქვთ მართვის განახლებული სტრუქტურა, ვინ ტოვებს ჯგუფს, რა ახალი მისია აქვთ ახლა. მას თუ კი ასეთი რამ აქვს. ჟურნალისტის ამ შეკითხვას პრეზიდენტის პრესმდივანმა უპასუხა. ამაში მთელი მთავრობა მონაწილეობს. მე ველაპარაკე დღესდილით პრეზიდენტს ამის შესახებ და მთელ კაბინეტს იამა, რომ აუცილებელია ხარჯების, თაღლითობის და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტების შემცირება მთავრობაში. და ამ კაბინეტის თითოეული მდივანი თავის უწყებაში ამის ერთგულია. სწორედ ამიტომ მუშაობენ ისინი ხელჩაკიდებულნი ილონ მასკთან ერთად და ასე გააგრძელებენ დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომლობას მომავალშიც. ასე რომ, რა თქმა უნდა, დოჯის მისია გაგრძელდება. მისი თანამშრომლები ჩვენი მთავრობის თანამშრომლები არიან და როგორც მე ვიცი, ყველა მათგანი აპირებს დარჩენას და ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს გაგრძელებას. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკაში არ შეუშვებენ მათ, ვინც ისრაელის პოლიტიკას აკრიტიკებს. პრეზიდენტ ტრამპის დროს შეერთებული შტატები იქნება ებრაელი ხალხის მხარეს. ჩვენ შემოვიღეთ ახალი მკაცრი სავიზო პოლიტიკა, რომელიც ამერიკაში შემოსვლის უფლებას არ მისცემს უცხოელ მოქალაქეებს, რომელთა მიზანიცაა ჩვენი ებრაული თემის მიმართ სიძულვილის გაღვივება. ჩვენ მოვუწოდებთ პასუხისმგებლობისკენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახელმწიფოებს ისრაელის წინააღმდეგ რიტორიკის გამო, რაც შემდეგ ისეთი ურჩხულების მანიფესტებში ამოტივტივდება ხოლმე, როგორებიცაა ირანიანს არას მკვლელი, მაგრამ ჩვენ მაინც ვხედავთ სინათლეს ამ ხანგრძლივი ტანჯვის გვირაბის ბოლოს. შეიძლება ახლო აღმოსავლეთის წარმოდგენა, სადაც საბოლოოდ აბრაამის შეთანხმებები გაიმარჯვებს, განაცხადა რუბიომ. ჩინეთის სადავო კუნძულებისკენ მძიმე ბომბდამშენებს აგზავნის წერს ბრიტანული ტელეგრაფი. გაზეთის ცნობით, ჩინეთმა თავისი ორი მოდერნიზებული თვითმფრინავი ბომბდამშენი H6 სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სადავო კუნძულებისკენ გააგზავნა, როგორც ამას თანამგზავრის ფოტოები აჩვენებს. ბომბდამშენებს ახლა შეუძლიათ ჰიპერბგერითი და ბირთვული რაკეტების გადატანა. არასელის კუნძულები ჩინეთისგან და ვიეტნამისგან თითქმის თანაბარ მანძილზე მდებარეობს, დაახლოებით 220 მილში ჩინეთისგან და 250 მილში ვიეტნამისგან. ტერიტორია დიდი ხანია ორ ქვეყანას შორის დავის საგანია. ისინი არქიპელაგზე საკუთარ სუვერენიტეტს ამტკიცებენ. ითვლება, რომ კუნძულებზე ბუნებრივი გაზის და ნავთობის დიდი მარაგებია, თუმცა ამ რაიონში კვლევები შეზღუდული იყო. ბომბდამშენები H6 1950-იან წლებში საბჭოთა თვითმფრინავების გავსად შეიქმნა, მაგრამ გათანამედროვდა და ახლა ისეთი შეიარაღების გადატანა შეუძლია, როგორებიცაა მაგალითად ჰიპერბგერითი და ბირთვული რაკეტები. ისინი მიჩნეულია ჩინეთის ყველაზე თანამედროვე ბომბდამშენებად და ეს ბოლო 5 წლის მანძილზე მათი კუნძულზე გამოჩენის პირველი შემთხვევაა. თანამგზავრის ფოტოებზე აღბეჭდილია ასევე ორი სატრანსპორტო თვითმფრინავი Y20 და წინასწარი შეტყობინების თვითმფრინავები KG500, რომლებიც იმავე დღეს კუნძულ ვუდის რაიონში დაფიქსირდა. საეჭვო H6-ის განთავსება პარსელის კუნძულებზე შემთხვევითი იყოს. მოსალოდნელია, რომ მომავალ თვეში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში განთავსდება ასევე ბრიტანული ავიამზიდი. ამერიკის ხმის ყველა თანამშრომელს ამ კვირაში სამსახურიდან გაათავისუფლებენ, წერს პოლიტიკო. შემცირება შეეხება დაახლოებით 800 დარჩენილ თანამშრომელს მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ამ თვის დასაწყისში თითქმის 600 უშტატო თანამშრომელი უკვე დაითხოვა. ამერიკის ხმის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ ეს ნიშნავს ფაქტობრივად მთელი საერთაშორისო სამაუწყებლო სამსახურის დახურვას. 15 მარტს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას ამერიკის ხმის მაქსიმალური ლიკვიდაციის შესახებ. ის ამტკიცებდა, რომ სააგენტო ანტიტრამპისტულ დღის წესრიგს ეწევა და ორგანიზაციას რადიკალური ამერიკის ხმა უწოდა. სოციალურ ქსელებში ცენზურის გამო ბრიტანელ მოხელეებს შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე აკრძალვა ემუქრება, წერს ტელეგრაფი. გაზეთის ინფორმაციით, ვიზების გაცემაზე აკრძალვა შესაძლოა შეეხოთ პირებს, რომლებიც მუშაობენ ოპკომში, მარეგულირებელ უწყებაში, რომელიც პასუხისმგებელია ინტერნეტში უსაფრთხოების შესახებ ბრიტანული კანონების დაცვაზე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება, რომ ამ კანონმა შესაძლოა სიტყვის თავისუფლება შეზღუდოს.
როგორც ვარაუდობენ, განცხადება ბრიტანული მოხელეებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. დიპლომატები თეთრ სახლთან სიტუაციის გარკვევას შეეცადნენ. ამ ზომის გამოცხადებისას ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ ამერიკელებს ძალიან დიდხანს უწესებდნენ ჯარიმებს, უცხოური მთავრობები მათ დევნიდნენ და ზოგჯერ ბრალდებებსაც კი უყენებდნენ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკუთარი უფლებების განხორციელების გამო. მიუღებელია, რომ უცხოელი მოხელეები ამერიკის მოქალაქეებზე ან მის რეზიდენტებზე გასცემდნენ დაკავების ორდერებს შეტყობინებების გამო სოციალურ ქსელში, რომლებიც ამერიკულ პლატფორმაზეა და თან, როცა ეს პირები ამერიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან. შემდეგ მან ხაზი გაუსვა ინტერნეტში ცენზურის პრობლემას და აღნიშნა, რომ ზუსტად ასევე მიუღებელია, რომ უცხოელი ჩინოსნები სთხოვდნენ ამერიკელ ტექნოლოგიურ პლატფორმებს კონტინენტის მოდერაციის გლობალური პოლიტიკის მიღებას ან დაკავებულები იყვნენ ცენზურით, რომლებიც სცილდება მათ უფლებამოსილებას და ვრცელდება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ბრიტანულმა კანონებმა ინტერნეტის მავნე ზეგავლენის შესახებ სიტყვის თავისუფლების დამცველების და ეკონომისტების განრისხება გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ ამ კანონების მუხლებმა მავნე ონლაინ კონტენტთან დაკავშირებით შესაძლოა ზედმეტი ცენზურა გამოიწვიოს და უარი ათქმევინოს ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებს ინვესტიციების განხორციელებაზე. კანონის თანახმად, სოციალური ქსელების შესაძლოა დააჯარიმონ 18 მილიონი გირვარქა სტერლინგით ან მათი შემოსავლების 10%-ით, თუ კი ისინი არ წაშლიან მავნე კონტენტს თავიანთი პლატფორმებიდან. ზოგიერთ შემთხვევაში უცხოელი მოხელეები უხეშ ცენზურას აწარმოებენ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების, ასევე ამერიკის მოქალაქეების და ამერიკაში მცხოვრები ადამიანების მიმართ, მაშინ როცა მათ ამის უფლებამოსილება არ აქვს. ჩვენ არ მოვითმევთ ამერიკულ სუვერენიტეტზე თავდასხმას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავსი თავდასხმები ძირს უთხრის ჩვენს ფუნდამენტურ უფლებას, სიტყვის თავისუფლებას, განაცხადა რუბიომ. გაზეთმა კომენტარის თხოვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, რომელმაც თებერვალში შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფ პრემიერ კირ სტრამერის გაკეთებული განცხადება მოიყვანა. ჩვენთან დიდ ბრიტანეთში ძალიან დიდი ხანია არსებობს სიტყვის თავისუფლება და ის იარსებებს კიდევ ძალიან დიდ ხანს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვსურს შეერთებული შტატების მოქალაქეების სახელით ვილაპარაკოთ და მას არც ვაკეთებთ, რაც აბსოლუტურად სწორია. მაგრამ რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას დიდ ბრიტანეთში, მე ჩვენი ისტორიით ძალიან ვამაყობ. ზელენსკიმ გააუქმა თავისი საცირკო გასტროლი გერმანიაში მასშტაბური რუსული შეტევის საფრთხის გამო, წერს გერმანული შპიგელი. გერმანული ჟურნალის ინფორმაციით, ზელენსკის მონაწილეობა უნდა მიეღო კარლოს დიდის პრემიის გადაცემის ცერემონიაში აახენში, სადაც უნდა შეხვედროდა ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენს, მაგრამ უკრაინაში შექმნილი სერიოზული სიტუაციის გამო მან გეგმების შეცვალა და კიევში დაბრუნდა. ამის ძირითადი მიზეზია რუსული არმიის თავმოყრა ქალაქ სუმის რაიონში. უკრაინული წყაროების ცნობით, რუსეთმა დაახლოებით 50,000 ჯარისკაცი შეკრიბა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში ოლქზე შეტევის მიზნით. ვაიძულებთ ყალბ მედია საშუალებებს პასუხი აგონ ტყუილისთვის ამერიკელი ხალხის წინაშე, განაცხადა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ გაზეთებს New York Times და Washington Post ჩამოერთმევათ თავიანთი პულიცერის პრემიები იმ მასალებისთვის, რომლებშიც 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯარებისთვის რუსეთს ადანაშაულებდნენ. სასწრაფოდ დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ სასამართლო პროცესში პულიცერის პრემიის მინიჭების კომიტეტის წინააღმდეგ. საქმე ეხებოდა მათ მიერ ოდესღაც საპატიო პრემიის უკანონო და ცილისწამებულ მინიჭებას ბოროტი განზრახვით შექმნილი მასალების გამო მისტიფიკაციაზე რუსეთი, რომლებიც მოამზადეს წარუმატებელმა გაზეთებმა New York Times-მა და Washington Post-მა. ფლორიდის სააპელაციო სასამართლომ მტკიცედ უარყო მოპასუხეების მცდელობა შეეჩერებინათ საქმის განხილვა. მათ პულიცერის პრემია მიიღეს აბსოლუტურად არასწორი რეპორტაჟებისთვის რუსეთზე. ახლა ისინი აღიარებენ, რომ ეს იყო თაღლითობა და ტყუილი. მათი რეპორტაჟები სიცრუე და სიმართლის საწინააღმდეგოა. მათ მოუწევთ თავიანთი ჯილდოს უკან დაბრუნება. ისინი ცრუ რეპორტაჟებისთვის დააჯილდოვეს. ჩვენ კი ვერ დაუშვებთ ამას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ვაიძულებთ ყალბ საინფორმაციო მედია საშუალებებს პასუხი აგონ ტყუილისთვის ამერიკელი ხალხის წინაშე და კვლავ გავხდით ამერიკას დიაცს. ტრამპი ლიბერალური შეხედულებებით ცნობილი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან ფინანსებს გადაამისამართებს ამერიკულ პროფტექნიკურ სასწავლებლებში.
ამერიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა განაცხადა, რომ ქვეყანას ელექტრიკოსები და სანტექნიკოსები უფრო სჭირდება, ვიდრე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ჰარვარდის კურსდამთავრებულები. პრეზიდენტი იმით უფროა დაინტერესებული, რომ გადასახადის გადამხდელთა ფული მისცეს პროფესიულ სკოლებს და პროგრამებს, ასევე სახელმწიფო სკოლებს, რომლებიც ამერიკული ფასეულობების პროპაგანდას ეწევიან და რაც ყველაზე მთავარია, მომავალ თაობებს ასწავლიან უნარებს, რომლებიც ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი საზოგადოებისთვის აუცილებელია. ესენია ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები, ჩვენ უფრო მეტი ასეთი ადამიანი გვჭირდება ქვეყანაში და ნაკლები LGBT თემის წარმომადგენელი, რომლებიც ჰარვარდს ამთავრებენ და სწორედ ამაში მდგომარეობს დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიცია. ჩვენ ასევე არ ვაპირებთ შევეგუოთ ანტისემიტიზმს, უკანონო გამოვლინებებს, რომლებიც როგორც ჩვენ ვნახეთ, ადგილი ჰქონდა ჰარვარდში და ბევრ სხვა საუნივერსიტეტო ქალაქში მთელი ქვეყნის მასშტაბით, განაცხადა კაროლინ ლივიტმა. წითელმა ჯვარმა დაადასტურა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დანაკარგების შემზარავი მასშტაბები. ორგანიზაცია იტყობინება, რომ მიმდინარე წლის აპრილისთვის მათ მიიღეს დაახლოებით 400,000 მიმართვა უკრაინელების ნათესავებისგან.